შვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები ქუთაისში, სადაც მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის. არის თუ არა ამომრჩევლის აქტივობა და შევიდა თუ არა საჩივრების საოლქო საარჩევნო კომისიაში ირმა ჭოლაძეს ვხვდავთ მოამბის ეთერში, რომელიც ასევე მოგვიყვება თერჯოლაში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. 15 საათის მონაცემებით ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 35129 მომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 23%-ია. თუ ჩვენ შევადარებთ აღნიშნულ მონაცემს ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნების დროს ამომრჩევლის საერთო რაოდენობას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 15 საათის მონაცემებით, ვნახავთ, რომ აქტივობა არის წინა არჩევნებთან შედარებით დაბალი, ვინაიდან 15 საათისთვის 4 წლის წინ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ქუთაისში რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 28%-მა. მე შეგახსენებთ, რომ ქუთაისში რეგისტრირებულია 122393 ამომრჩეველი და გახსნილია 77 საარჩევნო უბანი, მათგან ერთი არის სპეცუბანი, რომელიც მოქმედებს ქუთაისის ნომერ 2 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, სადაც ხმის მიცემა მიმდინარეობს ტრადიციული წესით, დანარჩენ 76 უბანზე კი ხმის მიცემა მიმდინარეობს ელექტრონულად. რაც შეეხება ქუთაისის მერს, დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ამომრჩეველი 3 კანდიდატს შორის აკეთებს არჩევანს. ეს კანდიდატები წარმოადგენენ პარტია საქართველოს, პარტია გახარია საქართველოსთვის და პარტია ქართულ ოცნებას. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. 35129 ამომრჩეველი გვყავს ამ დრომდე. ეს არის 22.98% ჩვენი ამომრჩევლისა. რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისთვის ოლქში შემოსულია მხოლოდ ერთი საჩივარი, რაც შეეხება უბნებზე ძალიან დაბალია საჩივრების რაოდენობა. ნარი მშვიდი საქართველოსის მნიშვნელოვანია კეთილდღეობას, მშვიდობას და ჩემ ქართველ ხალხს. 1503 ამომრჩეველია ამ უბანზე რეგისტრირებული, არანაირი ექსცესი არ მომხდარა, მშვიდად მიმდინარეობს ყველაფერი და ის საკმაოდ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი მოვიდა. აქვე გაგაცნობთ თერჯოლაში არჩევნების მიმდინარეობას და გეტყვით, რომ 15 საათის მონაცემებით თერჯოლაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა რეგისტრირებული რაოდენობიდან დაახლოებით 37%-მა და თერჯოლის 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით 15 საათის მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა. ქუთაისიდან ირმა ჭოლაძე საუბრობდა.